ჯოთ მოგესალმებით გახლავთ ართოდი შუბილზე და მე დღეს დავრუდი Clash of Clans კიდევ ერთი სერიით. ასე ვთქვათ, ჯერჯერობით ჩემპიონი სერია, მაგრამ მე თქვენ გაგაცნობთ როგორ უნდა ითამაშოთ Clash of Clans-ში, როგორ უნდა შევდიოთ და აგრეთვე როგორ უნდა გააძლიეროთ თქვენი ბაზა, ისე რომ ვერ დაგამარცხოთ. აგრეთვე მე თქვენ გაჩვენებთ თუ როგორ ასე ვთქვათ, რა ხდება ჩვენს კლასში, შეგიძლიათ გაწევრიანდეთ ჩვენს კლასში, რომელიც არის აქ, რომლის სახელი არის ჯეორჯია, აგრეთვე გვაქვს Facebook ვერდის, რომელიც ქვია ჯეორჯია Clash of Clans და აგრეთვე შეგიძლიათ მასში გაწევრიანდეთ და იქ იქნება ძალიან ბევრი სიახლეები ჩვენი ბაზების შესახებ და აგრეთვე ამ ბაზების აღების და განადგურების შესახებ. აგრეთვე შეგიძლიათ ჩემი წყობაც გადაიღოთ, რომელიც ძალიან კარგი არის ცწისთვის, ასე ვთქვათ, Clan Wars-თვის. აგრეთვე მე დღეს მინდოდა რომ მესაუბრა ჰოგებზე, რომელიც ესე ვთქვათ, ძალიან ერთ-ერთი კარგი იუნიტი არის მთელს თამაშში. ჰოგებს გააჩნიათ ერთადერთი ძალიან კარგი ორი თვისება. ის რომ შეუძლიათ რომ გადახტენ ასე ვთქვათ კედლებს და ჯაიენტებივით არ დაიწყონ კედლის გამტრევა და ასე შემდეგ დამტრევა და ასე შემდეგ და აგრეთვე გოლემებივით, რომლებიც ძალიან ცუდი არის გოლემი, ძალიან დაბალ დემეიჯს აკეთებს, მართალია ძალიან დაბალ დემეიჯს აკეთებს, მაგრამ ძალიან კარგი არის ცწ-ში. აგრეთვე შეგიძლიათ გამოიყენოთ პეკაც, რომელიც მართლაც კარგია ვიზებთან ერთად, ვიზარდებთან ერთად. მაგრამ დღესდღეობით მე უნდა გესაუბროთ ჰოგებზე. ჯერჯერობით მე ყავს level 2 ჰოგი, რომელიც ძალიან კარგი არის level 7, level 6 ბაზების დასამარცხებლად. მე ვცდილებ რომ გადავიყვანო უკვე ჰოგები level 3-ზე, რომელიც შემდეგ level 3 giant bomb-საც უკლავდება, ასე ვთქვათ, ვეღარ კლავს ერთი აფეთქებით და მე თქვენ გესაუბრებით დღესდღეობით level 2 ჰოგზე. level 2 ჰოგი ღირს 45 დარკ რაც ძალიან იაფია, არ არის ძალიან ძვირი და ძალიან კარგი ისიც გააჩნია. ერთადერთი რაც ცუდი თვისება აქვს, არ შეუძლია ჰოგს რომ გაანადგუროს საჰერო იუნიტი, რომელიც ძალიან ცუდი არის, რადგან უპირატესად კომბატებში ჩვენ გვხვდება ან ბალუნები, ან დრაკონები. ბალუნები და დრაკონები ძალიან დიდ სპლეშ დემეიჯს აძლევს ჰოგებს, ამიტომაც შესაძლებელია level 6-მა ბალუნმა შესაძლებელია level 2 30 ჰოგი ერთი დარტყმითაც კი გაანადგუროს. რაც დამიჯერეთ ნამდვილად ცუდია, მაგის გამოცდილება მაქვს და ნანახიც მაქვს დამიჯერეთ. ერთი შეიძლება არა, მაგრამ 3 ან 4 განადგურებს. აგრეთვე მათ გააჩნიათ 312 სიცოცხლე, რომელიც ძალიან კარგი არის ნამდვილად level 2 giant bombs შეულებრივად უმკლავდებიან, არავითარი პრობლემა მათთვის არ არის, ხელათში შეუძლიათ და ისინი იწვრთნებიან თან ძალიან სწრაფად, 2 წუთი ჭირდებათ და 24 აქვთ მათი სისწრაფე, რაც ძალიან კარგი არის დამიჯერეთ. აგრეთვე შეუძლიათ რომ გადაახტენ ღობეებს, მე მგონი უკვე ვახსენეს, აღარ მახსოვს და აგრეთვე შესაძლებელია სპრინტ ტრაპიდანს კი გაიქცნენ ჰოგები. ასე ვთქვათ, ვერ აგდონ ჰაერში. იმდენად სწრაფები არიან ისინი. აგრეთვე შესაძლებელია გამოიყენოთ მეფესთან ერთად, რაც ძალიან კარგი არის მეფესთან ერთად, მართლა ძლიერი იუნიტია. აგრეთვე შეტევის დროს არასდროს არ დაგავიწყდეთ რომ გამოიტყვეთ Clan Castle-დან ხალხი, რადგან ამ შემთხვევაში ძალიან დიდი რაოდენობით შესაძლებელია მოგიკვდეთ ჰოგი, აუცილებლად ყავდეს ან Clan Castle-ის request-ი, ასე ვთქვათ, აი აქ Clan Castle-ში აუცილებლად უნდა ყავდეთ ან არჩერები, ან ვიზები, ან თვითონ რომ აირ იუნიტი რომ გამოვიდეს და რომ გაანადგურო. მაგალითად ბალუნები ან დრაკონი. აგრეთვე შესაძლებელია დახმარებას დაჭირდეს, თუ დახმარება დაჭირდა, აუცილებელი არის მეფის გამოყენება. ასე ვთქვათ, მეფე კარგ ასე ვთქვათ, შილდსაც წარმოადგენს, ასე ვთქვათ, ფარს, რომელიც შეგიძლიათ ჯერ დასვათ, მეფეს მიიქცევს ყურადღებას, მეფეს გააჩნია ძალიან დიდი რაოდენობით სიცოცხლე, რაც ძალიან კარგია, 1900 სიცოცხლე, 1923 სიცოცხლე გააჩნია ჩემი level 6 მეფეს, რაც ძალიან კარგი არის დამიჯერეთ. შეგიძლიათ რომ მეფე დაიყენოთ შილდად, მაგალითად თუ გამოვიდა level 4 დრაკონი და თქვენ ყავთ level 1, ჯერ მეფეს დასვავთ, მეფე მიიქცევს მის ყურადღებას, ხოლო ამ შემთხვევაში და ამ დროს კი level 1 დრაკონი გაანადგურებს level 4 დრაკონს. შესაძლებელია მეფე ამ შემთხვევაში დამარცხდეს, ასე ვთქვათ, მოკვდეს, მაგრამ თქვენ ყავთ ამ დროს ჰოგები, რომლებიც ძალიან კარგი იუნიტი არის და შეგიძლიათ გამოიყენოთ ბევრ კომბოებში და ძალიან გამოგადგებათ კიდევაც და აგრეთვე არც ღირს ძალიან ძვირი.
აგრეთვე ჩვენ დღეს მინდა რომ ვესაუბროთ დღესდღეობით მიმავალ Clan Wars-ზე. ჯერჯერობით ვაგებთ, მაგრამ ძალიან ცუდათაც არა, რადგანაც კიდევ ასე ვთქვათ, კიდევ ძალიან ბევრი დარჩა დრო 5 საათი. ეს 5 საათი ძალიან ასე ვთქვათ გვეყოფა, თითქმის ყველას გვეყოფა. დაგვრჩა 4 ძალიან ბევრი შესატევი და გასასამებელი, იმედია გავასამებთ ყველას. და ვიღებთ 29 იმას სტარს მაინც. იმედი ავიღებთ. და აგრეთვე ვართ დამოკიდებული ყიფოზე. ყიფო, მიდი შენიცი ჩვენსკენ ვართ. და აგრეთვე იკაზეც. მაინტერესებს ერთი რას იზავენ. თუ მათ გამოუვიდეთ პირველი მეორეს გასამება, შესაძლებელია მესამეც მიაყოლონ, მაგეც არ არის გამორიცხული. მეხუთეს და მეექვსეს მე მივხედავ თუ არა და მესამეს და მეხუთე ჩემია. აგრეთვე დავუთმე ერთ Georgian Killings, ჩემი მეგობარი არის, მის რეპლეის გაჩვენებთ ახლა. ჯერ თავიდან როგორც მახსოვს, უტევს მით ელექტროსპელებით. ანადგურებს air defense-ებს. და შემდეგ ცდილობს რომ გაანადგუროს დრაკონებით. Air defense დარჩენილი air defense-ები ეს ერთ-ერთი კარგი სტრატეგია არის იმ დროს, როდესაც შეგიძლიათ არა გაქვთ ასე ვთქვათ საშუალება. აგრეთვე მეფეს გაანადგურებინა ერთ gold storage იყო და ასე ვთქვათ, როდესაც თქვენ დრაკონები ყავთ, არ არის იმის საშიშროება რომ რაიმე დაემუქრებათ მაგ თქვენ დრაკონებს და ასე ვთქვათ გაანადგურებენ. განადგურების საშუალება ასე ვთქვათ Clan Castle-დან გამოსული დრაკონების არ არსებობს, მაგის საშიშროება ნამდვილად არ არსებობს, იმიტომ 10 დრაკონი ჩვეულებრივად ერთ level 3, level 4 დრაკონს ხელაჩი გაანადგურებს უპრობლემოდ დამიჯერეთ, მაგის გამოცდილება მაქვს და აგრეთვე მან აგრეთვე გამოიყედა მეფე როგორც შილდი level 3 დრაკონის წინააღმდეგ. ეს ძალიან კარგი სტრატეგია არის, იმიტომ რომ შეგიძლიათ გამართაც გამოიყენოთ ძალიან გამოგადგებათ ეს სტრატეგია და ამავე დროს შეგიძლიათ ამ სტრატეგიით გაასამოთ კიდევაც თქვენი მოწინააღმდეგე. ეს მოწინააღმდეგე მართლა ძალიან ძლიერი იყო Georgian Killing-ისთვის, იგივე ზურასთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში მან გაასამა ყოჩაღ ზურა კარგი ხარ. მოდი ვუყუროთ რეპლეის და განვაგრძოთ ყურება. აგრეთვე მას ძალიან ცოტა დრო რჩებოდა მე live replay-საც ვუყურებ ის live replay-საც როდესაც მას ჰქონდა დარჩენილი თითქმის 9 წამი რომ აი აქედან აქამდე ჩასულიყო დრაკონები და ასე ვთქვათ 9 წამი იყო ზუსტად დარჩენილი რომ ეს ასე ვთქვათ builder hut-ი გაანადგურეს დრაკონებმა ასე ვთქვათ ეს ძალიან ახლოს მყოფი მატჩი იყო შესაძლებელია რომ დამარცხებულიყო და ამავე დროს შესაძლებელია რომ ასე ვთქვათ ვერ გაესამებიდა რომელიც ძალიან ცუდი იქნებოდა რა თქმა უნდა კლანისთვის და ასე ვთქვათ ცუდი პრესტიჟიც იქნებოდა რადგან ჯერჯერობით ჩვენ ვართ level 4 კლანი ხოლო ამ შემთხვევაში გვაქვს მოდი ცოტა სავაჩქარებ და ამ შემთხვევაში ვებრძოლები ჩვენ level 3 კლანს რომელიც შედარებით ძალიან სუსტი არის და ამიტომაც შეგვიძლია რომ დავამარცხოთ ჩვეულებრივად აი როგორც ხედავთ გაასამა და ძალიან კარგი არის ეს. აგრეთვე მე ჩემი მეორე აკაუნთით, რომელსაც Light Angel ქვია აგრეთვე, შევეცადე რომ გამესამებინა ეს მე-10 ნომერი, რომელიც ძალიან გაშლილად ჰქონდა. თავიდან მე გამოვიყვანე ესე ვთქვათ ეს დრაკონი და დავსვი level 3 დრაკონი მის წინააღმდეგ და 2 ვიზარდი. ეს ძალიან კარგი სტრატეგია არის იმ დროს, როდესაც ასე ვთქვათ, როდესაც ჩვენ გამოვიტყუებთ დრაკონს და შემდეგ უკვე მივიყვან იმ წერტილამდე, სადაც არ შეუძლიათ ასე ვთქვათ, აი ასეთი დიფენდისებს, ან ასეთ დიფენდისებს, რომ მიწვდნენ და გაანადგურონ ჩემი დრაკონი ან ვიზარდი. და აი ამ ადგილას შეგვიძლიათ გამოიტყუოთ, დაუსვათ ასე ვთქვათ დრაკონს დრაკონი და 2 ვიზარდი, რომელიც შესანიშნავად მუშაობენ დრაკონებისა და ბალუნების წინააღმდეგ, რადგან მათ გაჩნდეს splash damage, რომელიც როდესაც ასე ვთქვათ, ამას აგიხსნით რა splash damage რას ქვია. Splash damage ქვია ისეთ damage-ს, როდესაც ერთი იუნიტს ესვრიან, ხოლო და დანარჩენები ზიანდებიან. ასეთი damage გააჩნია ასე დრაკონს, ბალუნს და ვიზარდს.
ვიზარდს. რაც ასე ვთქვათ, კარგია, მოდი ცოტა ამას მეც ავაჩქარებ. ძალიან ნელა მიმდინარეობდა ჩვენი მატჩი. თავიდან მე ვცდილობ რომ გამანადგურო ესენი, მაგრამ ძალიან ახლო არიან. ახლო არა, ძალიან შორს შემეშალა. აბადიეთ, სააგრეთვე ვცდილობ რომ აქედან ვიზარდებით შეუტიო, მაგრამ ძალიან ცუდ რაღაცას ვაკეთებ, აქ ვსვავს ყველა ვიზარდს. რაც ჩემი ძალიან დიდი შეცდომა იყო, ეს არ უნდა გამეკეთებინა, ვაღიარებ. ეს იყო ჩემი ერთადერთი შეცდომა ამ წელში, ჩემი ერთ-ერთი შეტევის დროს. შემეძლო მე აქ დამესვე 1-2 ვიზარდი, რომელიც შემდეგ ჩვეულებრივად გაასამებდა და დროის გამო მე ვერ მოვახერხე რომ გამესამებინა ეს level მეათე, ეს მეათე ნომერი. აგრეთვე შევეცდები რომ მეორე აკაუნტიდაც გაჩვენოთ თუ როგორ შევეცდები რომ გავასამო, ასე ვთქვათ, live გასამებას გავაკეთებ level-ს, რა ქვია, მე-9 ნომრისას და აპა ვნახოთ რას ვიზავთ. იმედია გავასამებთ კიდევაც. დაქრა შემეგონი. აი რა. და აბა შემდეგ ვიდეომდე სამ ვიდეოს მე დავდებ Facebook-ზე და შეგიძლიათ აგრეთვე გავაწერიანდეთ ჩვენს ასე ვთქვათ ჯგუფში და ისია მოვლით.